კლიმატის კრიზისი ადამიანის უფლებების კრიზისია. ტემპერატურის მატება, ზღვის დონის აწევა, წყალდიდობები, გვალვები და ხანძრები საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სიცხის ტალღა, რომელსაც ამჟამად განვიცდით, გვიჩვენებს, რომ თუ ადამიანების სასწრაფოდ არ მიიღებენ ზომებს, ჩვენს საცხოვრებელ გარემოს სერიოზული ზიანი მიადგება. ახლა ჩვენ გვჭირდება გზამკვლევი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ დავაფიქროთ ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერზე სათანადოდ. რა თქმა უნდა, ეკონომიკისა და პოლიტიკის გამოყენების სამართლიანი და მდგრადი გზების მეშვეობით. ეს ცვლილება მოითხოვს წიაღისეული საწვავის წარმოებისა და გარემოს დამაბინძურებელი სხვა საქმიანობის დასრულებას ყველა სექტორში, როგორც ენერგეტიკის, ისე სოფლის მეურნეობის, ფინანსების და მშენებლობის სფეროებში. ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენს სამყაროს ოდესმე უნახავს და მას სერიოზული შედეგები მოჰყვება ადამიანების სასარგებლოდ. დამაბინძურებლებმა უნდა გადაიხადონ. დგამთ თუ არა საჭირო ნაბიჯებს ადამიანების კლიმატური ქაოსისგან დასაცავად, მათი მომავლის უზრუნველსაყოფად და ბუნებრივი რესურსების სამართავად ისე, რომ პატივი ვცეთ ადამიანის უფლებებსა და გარემოს, სამწუხაროდ ჯერჯერობით არსებული მტკიცებულებები იმაზე მიუთითებს, რომ ამას არ ვაკეთებთ, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში, თუმცა მალე ყველაფერი შეიცვლება.